მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. ჩაკრების გაგრძელება იქნება. სერიოზული რიტუალია, აქ უკვე სანთლების ჩართვა მომიწია, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის იბრძვიან. ანუ თემა შეეხება კონკრეტულად ქოვედა ორ ჩაკრას. მაგიური დარტყმებისგან, დაცვებს რო გირღვევენ და წარამარა, ესე იგი რომ ისუფთავებ ადამიანი, გონია რომ კარგად ხარ, კიდე დარტყმები მოდის, ხო? მერე კიდე დაცვის დაყენება გინდა, ხო? აი ეს ძალიან წაგეშველებათ კი არა, ძალიან დაგეხმარებათ, პარალელურად რომ უყუროთ ჩაკრების წმენდასთან დაკავშირებით, ანუ მაგიური დარტყმები, ეს რომ დაგეცემა თავზე რაღაცა და ვიღაცა ხო, მტრები, ეს კალდუნიების და ვეძმების რაღაცა გაკეთებულია, ეს სუშნასწებს რო ვიძახი, ესე იგი უსულო არსებები, ხო? და ესე იგი შავი ხალხისგან ნამუშევარი, შავი პირიდან, შავი საქმიდან, კონკრეტულად ქვედა იმას ეხება, რა ქვია, ჩაკრებს. მე აქ ცოტა მიჭირს ახლა სიტუაცია, სანამ გავხსნი კიდე, იმიტომ რომ გითხარით, არ არის ადვილი რიტუალი, ეს არის სერიოზული რიტუალი, იმიტომ რომ აქ მიდის ჩაკეტვა ბედნიერებაზე, ვერ გათხოვდები, ცოლს ვერ მოიყვან, შვილების უბედურებაზე, იღბალზე, ფინანსებზე, სამსახურზე, ჩაკეტვებზე და ასე შემდეგ, ასევე იხსნება ფინანსური ისინიც გზებიც და მე ხლა აქ ჩამოვწერე ლოცვა და იმედია მე არ გადამიფრინდება ისევ როგორც ყოველთვის ფურცელი. ოპა, აი დაიწყო ყირაობა, ხო, თქვი, სანთლები გადაყირავდა. ხო, მე შეიძლება ადგომა მომიწიოს, იმიტომ რომ აი ამ სანთლებით რო ვიმუშავებ რამოდენიმეთი, მე ვაკეთებ, ანუ ატლივკა ჩამოსხმას მიხვდით, ხო? აი ესე ჩამოსხმას. კარგით, აბა დავიწყებ. აქ მოხმობილი მყავს ყველა, ვინც საჭიროა, მაღალი ძალები, ჩემი წინაპრები, რომ დამეხმარონ. წყალი ძალიან დატვირთული და გამზადებულია, რითიც საჭიროა და როგორც საჭიროა. ფანჯარა ცოტა გამოვაღე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გამოვა ზაფხულია და მისმინეთ. სანთლის ცეცხლით სახელი. შენგან ვასუფთავებ წვავ გამარჯობათ. აბა უყურეთ. აქ სერიოზული, აი იმიტომ გრძნობ, აქ არის მიწაზე ნამუშევარი, აქ არის საფლავებზე ნამუშევარი. მიხვდით ხო? მიწას გაყრიან ბევრს მიწას. აქ უკვე სიკვდილზეა ნამუშევარი. აქ სასიკვდილო ჯადოა პირდაპირ, სასიკვდილო. სანთლის ცეცხლით სახელი. შენგან ვასუფთავებ წვავ ყველაფერს, რაც თავდასხმების და დარტყმების საშუალებით იყო მიყენებული. სანთელი არ მუშაობს კარგად. არც ეს არ არის კარგი. სასქესო ორგანოების სისტემაზე იყო მიყენებული. ამ ყველაფერს ხსნი წყალზე ვასხავ და ცვილში დავლუქავ. ყველა საქმე მაგების, კალდუნების, ჯადოქრების, შუამავლების, პორჩელნიკების, თქვენი მტრების რაც იყოს საერთოდ ვაჩერებ, ხსნი ვთიშავ. ყველა ჩაკეტილ ბოქლომებს ვაღებ. ყველა ჩადებულს და ჩაშვებულს, ჩაჯენილს, ყველა არხებს ვანადგურებ. თქვენი სახელი სასქესო ორგანოებიდან ვთიშავ, ადგილს ვლუქავ. ყველა საქმე, რაც კი კეთდებოდა ღამით, ან დღისით, შუადღით, შუაღამით თუ შუადღით, დილაადრიან, სავსე მთვარეზე, უმთვარეობისას,
მიჭირს მეგობრებო, სერიოზულად გეუბნებით, არ მიშვებენ რომ დაგეხმაროთ. Შესთხოვეთ მაღალ ძალებს უფალს არხანგელებს რომ არხანგელ მიხაილს რომ დაგვეხმარონ. არიელს, რაფაელს, ყველას ან დღისით, შუა ღამით, თუ შუა დღით, დილა ადრიან, სავსე მთვარეზე, უმთვარეობისას, ახალ მთვარეზე, განთიადისას, ხსნიდავ, წმინდავ, ყველაფერი გადავაბრუნებ ერთი წუთი. რაც შავ ღმერთებთან იყო, ნახეთ რა დღეშია, გველი. რაც შავ ღმერთებთან იყო მიმართული და გამოხმობილი ვაუქმებ, ყველა თხოვნას გაგზავნას ვაუქმებ. ესე იგი შავ ღმერთებთან ხომ მიმართეს ჯადოქრებმა. საფლავის ჯადოს, მიბმების ჯადოს, ანუ პრივიასკებს რო ვეძახი, პრივაროტებს, გაშრობის ჯადოს, გამოშრობას, პრისუშკი, აცუშკი რო ვიძახი, მიწებებას, წაჩხუბებების ჯადოს, აი ეს და რასორკი, პრისორკი, აი ესე როა პირდაპირ აღარ გადავთარგმნი, აი ზუსტად მინდა დავაჯინო. აი ეს პრისოსკი, რაც კი რამე კეთდება სასქესო ორგანოების სისტემაზე, ეკლესიის ეზოში, აი ეს პაგოსტნი იმას რო ეძახიან ჯადოს, თვითონ ეკლესიაში უკვე მახჯობენ ეკლესიაში ნახეთ ხალხნორეები ხდება, არ მაძლევენ საშუალებას რომ დაგეხმაროთ. ჩემს უკან ეხლა ისეთი შავი ძალები მებრძვიან, მაცახცახებს რო ვზივარ, აქ სერიოზული სიკვდილზეა ჯადო. მაგრამ უფლის ნებართვით, უფლის დახმარებით, მაინც დაგეხმარებით მეგობრებო. მაბნევენ ძალიან პრისოსკი, რაც კი რამე კეთდება სასქესო ორგანოების სისტემაზე, ეკლესიის ეზოში, ესე იგი აქ ჩაქრა, აქ იყო ბევრი ნამუშევარი ეკლესიაში თქვენზე, ჩემზეც, ეკლესიაში ხსნი, ვათავისუფლებ და ვასუფთავებ სასქესო სისტემას. გოგოებზეც და ბიჭებზეც. აქ არაა მნიშვნელობა რა სქესისა ადამიანი მიხვდით ხო? გოგოებზეც და ბიჭებზეც. სასქესო სისტემას სახელი გამოგისუფთავებ ყველა უსულო სუბიექტებს, ანუ სუშნასწებს, ლიაროებს, გოგოებო, ბიჭებო, ინკუბებს, სუკუბებს, მიხვდით ხო? ასტრალში, ასტრალიდან მოსულ მეებს, სუშნასწებს, რომელსაც გიგზავნიან ძილში, ოხოხო წამოიღო და რა წამოიღო. ნახეთ, სანთელი, ესე იგი, ალი ცეცხლი ცდება სანთელს. ეს არის, რომ არ უნდათ აქ ბოროტ ძალებს, შავ ძალებს, რომ მე დავაწვეთო სანთელი და ნახეთ, როგორ ცდება სანთელი. ცდება სანთელს, ეს არ არის კარგი. ეს არ არის კარგი. მაინც გავიყვან ბოლოში. ეს პირველი გავიტანო და მერე გავიტან. კიდე ძალიან მებრძვიან მეგობრებო, ძალიან მებრძვიან. თქვენს თვალწინ მესამედ ჩაქრა, გოგოებო, ბიჭებო, საშინელი კატასტროფა სისტემაა, მოკლედ აქ სისტემები გაქვთ დაზიანებული. სასქესო სისტემას სახელი გამოგისუფთავებ ყველა უსულო სუბიექტებს, არსებებს, ყველა კრადნიკებს და ყველა ლიაროებს მე ვაძევებ.
და ვასუფთავებ. თავიდან ვკითხულობ. მედია ლოცვა არ გადამიბრუნდება, გადამიხტება. სანთლის ცეცხლით სახელი შენგან ვასუფთავებ წმინდა ყველაფერს, რაც მაგიური თავდასხმების და დარტყმების საშუალებით იყო მიყენებული, სასქესო ორგანოების სისტემაზე იყო ხსნი, წყალზე ვასხავ და ცვილში დავლუქავ. ყველა საქმე ჯადოქრების, მაგების, კალდუნების, შუამავლების, პორჩელნიკების, შავი პირიანების, შავი წიგნიანების, თქვენი მტრების ვაჩერებ, ხსნი, ვთიშავ, ყველა დაკეტილ ბოქლომებს ვაღებ. უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით, ჩემი წინაპრების დახმარებით. ყველა ჩადებულს და ჩაშვებულს, ჩაჯენილს, ყველა არხებს ვანადგურებ. თქვენი სასქესო სისტემიდან ვთიშავ, ადგილს ვლუქავ. ყველა საქმე რაც კი კეთდებოდა ღამით ან დღისით, შუა ღამით თუ შუა დღით, დილადრიან სავსე მთვარეზე უმთვარეობისას, აი ეს ლილიტი როა, ლილიტს იყენებენ, ვინც ასტროლოგიაში ცოტა მაინც ერკვევა, იცით რა არის უმთვარეობა და ბეზლუნია ქვია და ლილიტი. უმთვარეობისას, ახალ მთვარეზე, განთიადისას, ხსნი და წმინდა ყველაფერი რაც შავ ღმერთებთან იყო მიმართული, არ გადაფრინდე ლოცვა. ყირაობს ხალხნო, ყველაფერი ყირაობს. ყველაფერი რაც შავ ღმერთებთან იყო მიმართული, ნახეთ როგორ გაშავდა, ნახეთ პირი. ერთი წუთი. გადაიწვას, თორე არ მაცდიან მუშაობას არა. კომენტარის გარეშე უკვე ნახეთ როგორი კაუჭი გაქვთ გამოდებული, ხედავთ? აი კაუჭი, აი კაუჭი. მე ხა ჩემ სანთლიდანაც წაუკიდებ, ძალას მივცემ და ამ წითელი სანთლიდანაც ეს წითელი რატოა? იმიტომ რომ ეს გაანადგურებს აი მაგ ყველაფერს, იგივე ცეცხლის ენერგიაა, წითელი სანთელი მარტო სიყვარულში არ გამოიყენება. ესეც დიდხანია იტენება ჩემ. ნახეთ რეები ხდება, გოგოებო, ბიჭებო, რეები ხდება. так. ფალო დამეხმარე. არხანგელებო დამეხმარე. რომ გავაგრძელო, ბოლომდე მივიყვანო ჩაფიქრებული წმენდა რიტუალები. მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის. რაც შავ ღმერთებთან იყო მიმართული და გამოხმობილი, შავ ღმერთებთან იყო მიმართული გოგოებო ბიჭებო, იმიტომ რომ აქ ჩაქრა, მე რამდენად უკვე და არ ეკიდებოდა. ჩემი სანთელიც ძალიან არ მუშაობს კარგად, იმიტომ რომ მიქრობენ სანთელს, უბრალოდ არ ჩანს. ყველა რაც შავ ღმერთებთან იყო მიმართული, გამოხმობილი ვაუქმებ, ყველა თხოვნის გაგზავნას ვაუქმებ. საფლავის ჯადოს, მიბმების ჯადოს, ანუ პრივაროტებს, გაშრობის ჯადოს, პრისუშკი, აცსუშკი, გამოშრობას, მიწებებას, წაჩხუბებების და წამოჩხუბებების ჯადოს, პრისოსკებს, რაც კი რამე კეთდება სასქესო ორგანოების სისტემაზე, ეკლესიის ეზოში, ეკლესიაში ხსნი ვასუფთავებ სასქესო სისტემას, თქვენი სახელი გამოგისუფთავებ.
ყველა უსულო სუბიექტებს, არსებებს, ლარვებს, ინკუბებს, სუკუბებს, ასტრალიდან შემოსულ, რო გძინავთ და რო არ გძინავთ მაგ დროს სუშნასწებს, რაც შავი მაგიიდან იყო გამოშვებული თქვენზე, ყველა კრადნიკებს და ყველა ლარვებს მე ვაძევებ უფლის დახმარებით. ნახეთ როგორ მიდის სანთლიდან ალი. სანთლის ცეცხლით სახელი შენგან ვასუფთავებ ვწვავ ყველაფერს, რაც თავდასხმების და მაგიური დარტყმების საშუალებით იყო მიყენებული სასქესო ორგანოების სისტემაზე, იყო ხსნი, წყალზე ვასხავ და ცვილში დავულუქავ. ყველა საქმე მაგების, კალდუნების, ჯადოქრების, შუამავლების, პორჩელნიკების, შავწიგნიანების, შავპირიანების, თქვენი მტრების ვაჩერებ, ხსნივ, თიშავ, ყველა დაკეტილ ბოქლომებს ვაღებ უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით. ძალიან მიჭირს ხალხო, ძალიან სერიოზულად. ძალიან მაბნევენ. თქვენი მტრების ვაჩერებ, ხსნივ, თიშავ, ყველა დაკეტილ ბოქლომებს ვაღებ, ყველა ჩადებულს და ჩაშვებულს, ჩაჯენილს, ყველა არხებს ვანადგურებ, თქვენი სასქესო სისტემიდან ვთიშავ, ადგილს ვლუქავ, ყველა საქმე რაც კი კეთდებოდა ღამით ან დღისით, შუა ღამით, შუა დღით, დილა ადრიან სავსე მთვარეზე, უმთვარეობისას, ახალ მთვარეზე, განთიადისას, ვხსნი და ვწმინდავ ყველაფერი, რაც შავ ღმერთებთან იყო მიმართული და გამოხმობილი, ვაუქმებ ყველა თხოვნას, გაგზავნას ვაუქმებ, საფლავის ჯადოს, მიბმების ჯადოს, ანუ პრივაროტებს, გაშრობის ჯადოს, გამოშრობას, მიწებებას, წაჩხუბებების, პრისუშკები და ასე შემდეგ, აცუშკები და ასე შემდეგ, პრისოსკი, რაც კი რამე კეთდება თქვენი სასქესო ორგანოების სისტემაზე, ეკლესიის ეზოში, ეკლესიაში ვხსნი, ვასუფთავებ სასქესო სისტემას, სახელი გამოგისუფთავებ ყველა უსულო სუბიექტებს, სუშნასწებს, ასტრალიდან შემოსულ სუშნასწებს, ინკუბებს, სუკუბებს, ლარვებს, ჩადებულ პროგრამებს, ხელოვნურ და დისტრუქციულ ჩადებულ პროგრამებს, არსებებს, ყველა კრადნიკებს და ყველა ლარვებს მე ვაძევებ. ცეცხლი იმაშრება, აი არ იმაშრება, არ ეკიდება, რომ დავაწვეთო, ალება ჭერს. ხალხო, მე ვეღარ ვლაპარაკობ, აქ სერიოზულად მე ბრძვიან, თუ ცუდად გახდით ან ქავილი დაგეწყოთ წვა, ეხლა იგრძნობთ თქვენ, რასაც იგრძნობთ, არ შეგეშინდეთ, თაბრო თუ დაგეხვათ, ან ესეთი რაღაცეები არ შეგეშინდეთ, მეგობრებო, აქ არ მიდის ისა თამაში. ერთი წუთი ბოდიშით ხელი გამოვაჩინე. ნახეთ, რამხელა გველია. აკაცრავად. ნეგატივი ამომდის. აი ცოტა ამოისუნთქა ჩემმა სანთელმა, აი უკან მიდგას. მეგობრებო, მე აქ დაცვებით ვარ, არ შეგეშინდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიყენოთ დაცვა, ჩემს სანთელს მოვწევ ესე. აუცილებლად უნდა დაიყენოთ დაცვა, არ დაგავიწყდეთ რა. გინდა ოჯახზე ვიზეც უყურებთ, ან თქვენს იმაზე ეს გამოვაჩენ, რომ კარგად იმოქმედოს და უკანაც ეს სანთელია.
კი არ ქვებ. ნახეთ როგორ ესე იგი რვიანი დაეხატა აქ იყო ნამუშე და შავი ანგელოზის ფრთა. ნახეთ, ანგელოზი და შავი ფრთებია მეგობრებო, ანგელოზი და შავი ფრთებია. ახლა ჩავაქრო მე ამას. და ეს არის ეშმაკის რქები აქედან და იქიდან. როგორ ნახეთ, როგორ არ უნდა რომ ჩამეკრო, ხედავთ? ეს არის შავი ფრთები. აი ეს ნოტასავით, ნოტა რო იწერება, ხო იცით? აი ეგ თემა ამოვიდა, აი ეგ თემა. აი შავი ანგელოზია რა. ნახეთ რეებია უკან მერე გაჩვენებთ, აი შავი ანგელოზის ფრთებია, უყურეთ. კარგით გავაგრძელებ მე. აი კიდე არ გადაყირავდე. გთხოვ. როგორ ისვრის გესმით? როგორ ისვრის გესმით? როგორ ისვრის? უკვე გაშავდა თავი. აი აქ ნახეთ. გაშავდა. აჰა, გადმომიყირავდა ისევ ლოცვა. ცოტა გავასწორო გოგოებო, ბიჭებო. სერიოზულად მოეკიდეთ ამ რიტუალს, სერიოზულად. არ ჩერდება, არ ჩერდება, გეფიცებით რა, არ ჩერდება. იქნებ ესე გაჩერდეს. მოკლედ ვიწყებ. ხო, ეხლა ამოგისუფთავებთ, გოგოებო, ბიჭებო, თქვენი სახელი. ყველა რიტუალი უნდა უყუროთ ერთზე. გინ დედაშვილი ხართ, გინ ისა ხართ, გინ ძმები, დები, ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, გოგოებო, ბიჭებო. არ შეიძლება რომ ერთად დაასახელოთ სახელი. მე სადაც ვამბობ მტრებზე რომ ვმუშაობ, აი რამოდენიმე მაქსიმუმ 2-3, იქ შეიძლება მომისმინეთ ხოლმე, თავიდან ბოლომდე უყურეთ. მე სწორედ გაძლევთ აი ამ იმას რა, თან მუშაობს სანთელი, უყურეთ. მე სწორედ გაძლევთ რიტუალს და გააჩნია ვინ როგორ უყურებთ. მე პრეტენზიები ისედაც არ არის ჩემს მიმართ, მაგრამ არ აქვს გქონდეთ მაინც ახლებო რომ არიცით თქვენ ხო ჩემი რიტუალები როგორ მუშაობს, ჯერ გამოიწერეთ არხი, ზარს დააჭირეთ რომ გაშავდეს, რომ ესე იგი იმოქმედოს, რეზონირდეს და გამოისყიდეთ. კი, ყოველ თვეს სხვადასხვა მთვარია, სხვადასხვა დღეა, დედამიწა არ ჩერდება. ნახეთ, უკვე მუშაობს სანთელი, დედამიწა არ ჩერდება მეგობრებო და კი, ყოველ თვეს სხვადასხვა ახალი გამოსასყიდია, იმიტომ რომ თქვენ წლები გემატებათ, უკან ხო არ მიდიხართ, მიხვდით ხო თემას? ყველა რიტუალზე ცალ-ცალკე უყურეთ თქვენ შვილზე, თქვენს მამაზე, მეზობელზე, ვიზეც გინდათ, მაგრამ ცალკე უნდა უყუროთ. აქ უკვე გამოესახა ეს ლარვები, ეს ჩადებული დისტრუქციული პროგრამები, აქ ესე იგი პამოშნიკები დამხმარეებს ესე იგი იხმობენ, ეს ვეძმები, კალდუნები ზიან და საფლავზე მუშაობენ. აქ შაბაშია გაკეთებული, მეგობრებო, რო იცოდეთ შაბაში. აქ მარტო ისე არაა, იმიტომ რომ ერთი ვერ მოგერიათ ეთყობა, ნუ მე ვერ მომერევიან, რა თქმა უნდა. ხო და ჩემო მტრებო მინდა გითხრათ რომ კარგად ვარ რომ კითხულობთ, ვერ მომერევით, იმიტომ რომ მე ეს მაქვს ჩემი უფლისგან ნაბოძები ძალა რომ მე ამისთვის ვარ რომ მე დავეხმარო ხალხს და ვინც ნინიას შეეხება უფალი ძალიან დასჭირს. ეს ისე რა, არავის ახლა საომრად მე არ ვიწევ, ეს ისე რო იცოდეთ, კი იცით, მაგრამ ხო ხდებით რომ უნდა გაჩერდეთ ხალხო, უნდა გაჩერდეთ. ბუმერანგი არავის არ გაუუქმებია. აქ უკვე მე რო საუბრობდი, აქ უკვე იმუშავა, აი ეს რაც გითხარით, აქ უკვე იმუშავა, გოგოებო, ბიჭებო, ხოლო ჩემ გამომწერებისთვის მარცხნივ მიდის ესე იგი კიდე ალი მეორე სანთელზეც იცით რატო? იმიტომ მე აქ თან წმინდა ვმუშაობ, თემაზე ვლაპარაკობ. იცით რატო? რომ ესე იგი
მეგობრებო, წარსულიდან არის დარტყმები, წარსულიდან, თქვენი სისხლით ნათესავებიდან, არასისხლით ნათესავებიდან, ამ ყველაფერს წმინდა, ამ კლიტეებს ვხსნი, სპეციალურ დისტრუქციულ პროგრამებს ჩადებულს ვხსნი თქვენი მტრებისგან, სახელით თუ სახელო მტრისგან, ნახული თუ არ ნახული მტრისგან, აი ცეცხლი სად მიდის უყურეთ? თუ არ ნახული მტრისგან, ჩემზე და ჩემს გამომწერებზე ვხსნი ცნობილი და არაცნობილი მტრისგან, ნახული და არ ნახული მტრისგან, ხილული და მალული მტრისგან, ნახეთ რა ეფშრება სანთელი, ესე იგი, ნახე, არ უნდა. აი ხელი მომეღრიცა, მაგრამ მაინც გავწმინდა, მაინც. აი ამ ყველაფერს რაც ჩემი და თქვენი ჩემი გამომწერების სახელი ნახეთ როგორ ამ ენას იმას მიშვებიან სასქესო სისტემაზე, ორგანოების სისტემაზე არის და იყო და არის დარტყმები. ოპა, არის ნამდვილად, აი ამას ამ კლიტეებს ვხსნი, გამოვასუფთავებ ჩემგან და ჩემი გამომწერებისგან, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ერთი ადამიანი, აი ამისგან ყველაფერს ვხსნი და უკან უბრუნებ, ვინც ეს გააკეთა. აქ ძალიან ახალია, თითქოს გუშინ იმუშავესო, გოგოებო, ბიჭებო, ნახეთ რა დღეშია. ძალიან ახალია. თავს ვთხოვრო დამეხმაროს, რომ ბოლომდე მე როგორ ჩაფიქრებული მაქვს. ნახეთ, როგორ სანთელი მომეღრიცა ხალხნო, ესე იგი, არ მაცდის, რომ ვიმუშაო, არ მაცდის. ერთი წუთი. იმიტომ, რომ სერიოზული ძალები მებრძვიან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს არ არის უბრალო რიტუალი, იმიტომ რომ იციან მე რა მაქვს ჩაფიქრებული და რა წმენდას ვაკეთებ, თქვენ თვითონ და უკვე გრძნობთ. აქ ხო თქვი ხე ამოვიდა, ეს არის უკვე რადავოი კანალი, წინაპრების არხი და როგორ არის იცით, აი თითქოს დედმამიშვილები ნათესავები აქ აი თვალი ინტერნეტით გიყურებენ, ან მუშაობთ ესე აქტიურად შეიძლება ინტერნეტით და თქვენ ფინანსებზე აი ესე იგი გადაჯვარედინებული კალისო ამოვიდა, ესე იგი ფორტუნა არა, მეორე როა, აი ეს, ანუ თქვენი ბედი უნდათ, რომ ორი ბორბალი აქვს და ორი მხარე, ხო და უნდათ, რომ ცუდი მხარეზე წაიყვანონ, მიხვდით, ხო? კარგით, სანთელი მეუბნება ჯერ აქ იმუშავეო, კარგი, აქ ვიმუშავებ. მე ხა დანას მოვიშველიებ, რომ ესე იგი ამათ ჩაუჭრა მე ეს ყველაფერი. მანამდე მოიწონეთ ვიდეო, მოიწონეთ ეგ თქვენი დაცვა, თიც რომ აი ესე მაღლა დაწერთ, აი ესე ლაიქს დადებთ. სხვებსაც გაუზიარეთ ლინკი, გამოიწერონ ჩემი არხი, კარმა გამოისუფთავეთ, დიდ პლუს დაიწერთ კარმაში, დაეხმარეთ თქვენს ახლობლებს. რომ იმათაც უყურონ ჩემს რიტუალებს. ყველა საქმეს ნამუშევარს მტრებისგან წმინდავ. ყველაფერი რაც გაკეთდა აქ იხვი და ძაღლია გაწოლილი, ვითომ რომ გემეგობრებათ, ან ნათესავი, ან არანათესავი, თანამშრომელი, მირონი, სამწუხაროდ ესეც ხდება. აი კი ეგრე ამოვიდა, რომ ესე იგი თქვენს თავის ჩონჩხზეა გაკეთებული მენტალზე, რომ ესე იგი უარი ვერ უთხრათ, ვერ შეეწინააღმდეგოთ გოგოებო, ბიჭებო, მხოლოდ ჩემო გამომწერებო. ნახეთ სანთელი როგორ მიდის იქ, როგორ მიდის. იმაზე ამ სხვა შეწირვები აქ გაკეთებულია სიკვდილზე, აქ გაკეთებულია პირდაპირ ცოცხალ რაღაცეებზე, არსებებზე აკეთებენ, ძაღლის ძვლებზე,
ძაღლი მიაკოდა ჩვენ მტრებს სულში ამინ ხო აი ნამდვილად ძაღლის ძვლებზე კოჭებზე მიხვდით ხო აი ეს გაკეთებულია კი ტანაშვიდები ამოვიდა კიდე აი აქ აი ესე რომ თევზი აი ნუ ვისაც მოგზაურობა გიყვარდათ და რო ძაღლში ზიხართ ან ვეღარ გამოგდით ისე როგორც საჭიროა მიხვდით ხო დიდი ფეხი დიდი დაგაბიჯათ და ბევრს გამოუვიდა მინდა გითხრათ გამოუვიდა მაგრამ ნუ გეშინიათ გაიწმინდებით ეხა ყველანაირად და ფინანსური არხებიც გაგეხსნებათ ესე იგი ყველა საქმეს ნამუშევარს მტრებისგან ვწმენდავ ჩემგან და ჩემი გამომწერისგან ვინც ეხა ერთი მიყურებს სახელი ყველაფერი რაც გაკეთდა შურისგან სიძულვილის გამო აუტანლობის გამო თქვენი ახლობელი გარშემომყოფებისგან წინაპართა არხის მეშვეობით აი ხა რაც ამოვიდა ზუსტად იმას ვამბობ ხედავთ დაასწრო სანთელმა მეშვეობით ხელი მიკანკალებს მეგობრებო ოპაპა ერთოთი კიდე ზემოთ არ ჩანს აქ როგორი ალია ერთოთი შევაჩერო ხელით შევაჩერო ყველაფერი რაც გაკეთდა შურისგან ნუ გამარჯობა რატო არ მიკვირს ხო რატო არ მიკვირს რატო კაუჭი აქ გამოდებული კაუჭი 2 ჩემ ძალას მივცემ ჩემი სანთლიდან ის შურის გამო აი იმიტომ აი ხრება შურის გამო შურისგან რაც გაკეთდა სიძულვილის გამო აუტანლობის გამო რო ეზიზღები ადამიანი აი ხო ამბობენ აი როგორ მინდა რომ ესე იგი დედამიწაზე არ დადიოდე აი ესეთი სიტყვები მომდის რომ არ დავისვენებ სანამ დედამიწაზე დადიხარ ამ დედამიწაზე მიხვდით ხო აი ესეთი თემა ამოდის მეგობრებო და ესე იგი დღე და ღამე არ ძინავთ მართლა რომ 25 საათი დღეში გეფიცები კვირაში რომ ესე იგი დღეში რომ თქვენ გაგაფუჭოთ მე და თქვენ წითელი სანთელი ისე მყვება აი გიჟდება რა ესე იგი მართალი ვარ ეს წითელიც ახლა იმათ მე და თქვენ ძალას გვაძლევს სასქესო ორგანოების ფუნქციაზე სისტემაზე გვეხმარება წმინდავს და იგივე წითელი ხო ცეცხლია და იმათ უკან უბრუნებს ეს შავიც აგრეთვე წმინდავს და უკან უბრუნებს სიძულვილის გამო აუტანლობის გამო ჩემი და თქვენი ახლობელი გარშემომყოფებისგან ესე იგი თანამშრომლები მეზობლები მეგობრები პიკნიკებზე რო გადიხართ და უი ესე და უი ისე ჭორები შური შუღლი წინაპართა არხის მეშვეობით აი რაც ვილაპარაკე სასიყვარულო არხის მეშვეობით ვხსნიდავ წმინდავ გაცლით ცოტა მომეშვა მე თქვენ როგორ ხართ არ გამიკვირდება ცუდად თუ ვინმე გახდება სიცხეს თუ მოგცემთ არ შეგეშინდეთ ტუალეტში თუ გახვალთ გულისრევა თუ დაგეწყებათ წნევა ყურების ტკივილი კბილები სერიოზული თავბრუსხვევები მესამე ჩაკრასაც უყურეთ აქ სასიცოცხლო ჩაკრას გაიწმინდეთ იმიტომ რომ მაგორ ჩაკრასთან და იმასთან დაკავშირებულია ეს ყველაფერი მიწიერ ჩაკრასთანაც და შუამავალია სულიერ ჩაკრებთან ზემოთ და ქვემოთ მიხვდით ხო სასიყვარულო არხის მეშვეობით ვხსნი და წმინდა გაცლით აჰა დაიწყო ტირილი წითელმა სანთელმა ეს წითელი სანთელიც მძლივს დავამაგრე
აი გულები დაიხატა, რიჟიკა, ესე იგი, აი ბავშვობაში ზეწარს რო გადაიფარებდნენ ხოლმე, თვალებს რო ამოჭრიან და იმას, რა ქვია, პირს, აი ეგეთი რაღაცა ამოვიდა, რო ჩამოიფარებდნენ ხოლმე ბავშვები, აი ეს სუშნასწები ყველაფერი ჩამოვიდა, მეგობრებო, ჩამოვიდა. ქავილს სასქესო ორგანოებიდან ქავილს ვაშორებ, წვას ვაშორებ, წმენდავ თქვენს ტანს, სხეულს. ყველა წამონაზარდებისგან, გამონაზარდებისგან ვანთა ვისუფლებ თქვენს სასქესო ორგანოებს, თქვენს ტანს, თქვენს სხეულს. ამ ტკივილისგან ვანთა ვისუფლებ. ყველანაირ კვანძებს, მეჭეჭებს ვამსხვრევ და ვხსნი, მეგობრებო, ვწმენდავ და გამოვასუფთავებ და გამოვწმინდავ, წვავ ცეცხლით, ცვილზე გადამაქვს. ყველა ტკივილს და ჩხვლეტას გამოვქაჩავ და აი ხო არის წამონაზარდები არსებობს ხო ეგეთი რაღაცეები ხო მეჭეჭის სახითაც ხო ყველანაირ კვანძებს მეჭეჭებს ვამსხვრევ, ხსნივ, წმინდავ, გამოვწმინდავ, წვავ, ცვილზე გადამაქვს ყველა ტკივილს თქვენი სასქესო ორგანოების სისტემიდან ესე იგი ნამდვილად აქვს ბევრს ეგ პრობლემები აქ ნამდვილად ბევრს ნახეთ როგორ ისვრის სანთელი აქ რუნა დაიხატა, არის სპეციალური ეგეთი რუნა, ესე ჩაკოვდი. ნახეთ რა თაშია. რომელიც ესე იგი გლაზოკსაც გავს რა და ისა კაუჭი, აი ესე აქ სუიციდიც ამოვიდა, აქ იყო რაღაცა მცდელობები, კი, აქ სიკვდილი პირდაპირ სიკვდილია დაფიქსირებული, კი. ნუ ეს პრივაროტებიც ამოვიდა, მე ახლა ხო ვიმუშავე რაღაცეებზე, ატვაროტები, შავი პრივაროტები, რაც კი რამეა გაკეთებული, შეშვებული ყველაფერს აი ამ საფლავზე ნამუშევარს ხსნი გამომაქვს, ვამსხვრევ. ყველანაირ კვანძებს, მეჭეჭებს ვამსხვრევ, ხსნი ვწმენდავ, გამოვწმინდავ, ვწვავ. ყველა ტკივილს და ჩხვლეტას გამოვქაჩავ და ცვილში ვყრი. უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით. თქვენს სახელი თქვენი ანუ ერთი მიყურებს ახლა თქვენს სხეულს ვანთა ვისუფლებ ანთებას ვხსნი შეშუპებებს ვხსნი კვეთრი ტკივილებს ვხსნი ნახეთ როგორი კაუჭია ხალხო აქეთ მარცხენადან მოდის აი აქ ამოდის ესე იგი საგვარეულო სისტემა ამოვიდა საგვარეულო მაინც ჩაქრა ნუ სიკვდილის ის არის რა ეს ის რა ქვია შავი პრივაროტები რო ვახსენე მეგობრებო ხო სხვა რა უნდა იყოს
თქვენს სხეულს ვანთავისუფლებ, ანთებას ვხსნი, შეშუპებებს უпростоრედ ვხსნი, კვეთრი ტკივილებს ვხსნი, ქავილს ვხსნი, ჩხვლეტებს ვხსნი, თქვენს მტერს უკან ვუბრუნებ და იყოს ამინ ასე როგორც თქვი ასეც იქნება. თქვენი მტრებისგან დარტყმებს ვასუსტებ, მის ძალას ვაქრობ, ვწევ დაბლა, ვანულირებ, ანულირებ რა, თიშავ რა, ვანადგურებ და ვხსნი. თქვენი მტრის მისი ძალა ცივდება თქვენი მტრის და ყინულში იყინება. შავი გული, შავი გული. არ მოეწონა მის ძალას, ამას კიდე წავიკითხავ. თქვენს ამ ყველაფერს ვხსნი მკვეთრ ტკივილებს, თქვენს მტერს უკან ვუბრუნებ. თქვენი მტრისგან დარტყმებს ვასუსტებ, მის ძალას ვაქრობ. თქვენი მტრის მისი ძალა ცივდება და ყინულში იყინება. თქვენი ტკივილები და დაავადებები, დარტყმებით გამოწვეული გარღვევები, კრადნიკებით, აი სწიაგებს რო ვეძახი ხოლმე სწიაგებით რა. სწიაგი, პერიწიაგი, აი როგორ აქვს თქვა ახ ქართულად, რომ გადაიზიდავენ რა. კრადნიკი სხვა არის, ეს ცოტა სხვა რაღაცაა. იმედი არ გადამიფრინდება. ცოტა მომეშვა მეგობრებო. ამასობაში მოიწონეთ ვიდეო. ბევრი ნახვებია ძალიან და არის ცოტა მოწონებები. ვაიმე წითელი სანთელი რა დღეშია, რა კარგად მუშაობს, ძალიან მიხარია. კაუჭია გამოდებული, მერე განახებთ თუ მოახერხე, კაუჭია. ეს შავიც და ატირდა კი. სუშნასწები ხსნი, ვოსკზე ვაწვეთებ და ყველაფერს ამას ვოსკში ვლუქავ და იყოს ასე ამინ, ამინ, ამინ. მეგონა თასი მეყოფოდა, მაგრამ ადგილი აღარა მაქვს, სადაც მოვძებნი. ეხლა მეგობრე, ისე ამტკივდა აი უკანა მხარე, მარცხენა მხარე, თირკმელები, ესე იგი ჩათრეული გაქვთ, გოგოებო, ბიჭებო, აი ეს ფინანსური მხარე, ბლოკები გაქვთ, აი ეს რაც იყო, ხო, აი ეს ხო მოვხსენი და გავხსენი და ვოსკში ჩავყარე, ცვილში ჩავყარე და ვოსკი და დავლუქე, ხო? აი ეს რა ქვია, რადავოი კანალს რო ვეძახი, აი იქედან წინაპრული არხებიდან გული ამოვიდა, გული შავი, მაგად გაუშავდეთ გულები ჩვენს მტრებს, ამინ, ამინ, ამინ. აქ არის, ესე იგი, ღვიძლი, თირკმელები, აი ესენი ამტკივდა ძალიან მარცხენა მხარე, ნახეთ, კი, ნამდვილად. ნახეთ როგორ ისვრის, აქ ჯერ კიდე არის დიდი პორჩა, იყოს იმუშაოს ცოტა ხანი, აბა ვნახოთ რას იზავს და მერე სხვა ადგილზე გადავალ. აჰა, გადაამუშავა. ეხლა გადავალ, ой, როგორ ამტკივდა მეგობრებო. სერიოზულად ცოტა ამოვისუნთქე. იმედია კარგად ხართ თქვენ. თუ პირველ ყურებაზე, მარტო ეს რიტუალი არა, ნებისმიერი რიტუალი, ჩემო გამომწერებო,
აი ვერაფერი ვერ იგრძენით, ხო მე მყავს ესე დავარქვათ პაციენტები, პირადადაც და დიაგნოსტიკებზეც და პირადად წმენდებზეც, რომ აი ნინია რა ვქნა, ვერაფერს ვერ უგრძნობ. ესე იგი ძალიან ღრმად არის და რამოდენიმეჯერ ან თვეში რამოდენიმე თვე უნდა უყუროთ, რომ ეს გამოწიოთ ეს ცუდი რაღაცები მოიშოროთ ერთ თვეში ვერ არანაირი რიტუალი არ იმუშავებს კი რაღაცა ცვლილებები იქნება მაგრამ არ მოგიწესრიგდებათ ცხოვრება და სიტუაცია არ დაალაგდება დამიჯერეთ ხალხნო ვიცი რას ვიძახე ხო ეხლა ხო მიეწება ისე გაცხელდა წყალი ნუ აქ ფულებია, ფულები. აქ ვიღაცა ძახელის ნიშანი დაგიდეს. აქ სიკვდილი, ხელოვნურად წაყვანილია, იმიტომ რომ სულები, სუს შავი ანგელოზები, დემონები, ასმადე დუხ, პრაკლятый დუხ. აი ეს ასმადე დუხ, აი ეს სული, აი ეს უნდა ამოვიღო წადი ჩემი სხეულიდან, სულიდან, მთელი ჩაკრებიდან, სასქესო ორგანოების ჩაკრებიდან, თქვენი სახელი ასმადე დუხ პრაკლятый დუხ ბირაისა საიდანაც მოხვედი იქ წადი აქ შენ არაფერი არ გესაქმება დატოვე ჩემი და ჩემი გამომწერების სახელი სხეული ქოვედა ჩაკრებზე სასქესო ორგანოების სისტემიდან გადი გაქრი ასმადე დუხს ზლოი დუხ პრაკლятый აი ესე ვიტყვი რა საიდანაც მოხვედი იქ წადი დემონიჩესკი სტრუქტურებს აი ამ ყველაფერს აი ვიტягиваю ვიმაливаю ვიჩიშаю ვიჟიგаю თქვენგან იციან ჩემმა გამომწერებმა ძველებმა ახლებო არ გაიკვიროთ მე ხანდახან იმაში რო შესული ხო ეხლა ხო პატოქში მე ხანდახან ვამბობ კი აქ იყო ასმადე დუხსლუი დუხ პრაკლятый დუხ იყო ესე იგი შავღმერთებთან რო ლოცულობდნენ აი ის იყო ეხლა ვიგრძენი დარჩენილი იყო არ უნდა წასვლა არ უნდა მაგრამ მაინც განვდევნი მე იქამდე არ მოგეშვები სანამ ესე იგი გამომგზავნთან გიშვებ უკან თელ დემონურ სტრუქტურას თელს ყველაფერს აბსოლუტურად სატანურ სტრუქტურებს ყველანაირს აი ამ პროგრამებს ლიარვებს ხო ჩადებულს ხელოვნურად და შემთხვევით აკიდებულს ყველას აი ამას უხსნი ჩემგან და თქვენგან ჩემო გამომწერებო სახელი საიდანაც მოვიდა იქ ვაგზავნი და იყოს ასე ამინ გავიდა აჰა ვიგრძენი კი აი ეს კაუჭი უკან უნდა ბოდიში და გაუკეთო ვინც ეს გააკეთა ეხა მეგობრებო მე აქ ნელა დაბლა ჩამოვდივარ და ავწიო ეს მე აქ ვიმუშავებ ეხა ცოტა ხანი იცით რა ეს წინ კი გვაქვს ეს ორი ჩაკრა ხო გოგოებო ბიჭებო ქალებო მამაკაცებო პირველი მეორე ჩაკრა მაგრამ უკანაც ხო არის ეს წარმოიდგინეთ წელი და ეს კუდუსუნი ხო აი როგორც მხრებზე მაქვს რიტუალი ტესებური მხრები და ხერხემალი იგივეა წელი რა არის ფინანსები და გზები ხო და უკან კუდუსუნზე აი უკან და მთელი საჯდომი აქედან იქედან აი ტაზ რო ეძახიან რა ზადნი ტაზ უკან საჯდომი ხო საჯდომი აი ამას შევეხები ეხლა წავიმუშავებ თქვენი სხეულის სხვა ადგილიდან სადაც წელია კუდუსუნი უკანა ხარეს ესეთ შედის ამაში საჯდომზე რომ არის ხერხემალის დაბოლოება აი
მალები და საჯდომა კუდუსუნამდე, ბოლომდე. Იმიტომ უკნიდანაც არის ეს, უკნიდანაც ხო გვაქვს ეს ჩაკრები ჩვენ, ხო? მარტო წინიდან არა ვართ, ხო? უკნიდანაც ვართ ჩვენ ადამიანები. რაც ეს ჩადებული აქ უყვართ ხოლმე ჩადება აი ამ პორჩელნიკებს, შავი მაგიის წარმომადგენლებს, ჩვენს მტრებს, ხო? აი ამ ყველაფერ ბლოკებს, წყევლებს, მიწევლებს, მოწყევლებს ჩვენს სასქესო ორგანოებზე, აი ამ სისტემიდან ხსნი ვანთავისუფლებ. აქ არის ხოლმე აი სპაზმური ტკივილები რო იცის, ხო ხდებით? წმინდა ხსნი აი ამ ყველაფერ ნეგატივს შემაქანა სერიოზულად არის. აქ სული ამოვიდა, აი რაც თქვი, სულები უფრო სწორედ ჩამოვიდნენ. მოუსულელში გაგგზავნით ახლა. წმენდავ მეგობრებო აქედან აი ამ ტკივილებს, სპაზმურ ტკივილებს ხსნი. ოხო როგორ მომიჭირა ამ ტკივდა, სწორედ ვარ. აი ამ ყველა პორჩას, ყველა დაავადებებს ხსნი, წმენდავ, გამოვწმინდავ, გამოვქაჩავ, ჩემი და თქვენი სახელი სასქესო ორგანოების სისტემიდან უკანა მხრიდან, კუდუსუნი, საჯდომი ამ დაავადებებს ხსნი და წმენდავ თქვენს ფინანსურ არხებს და გზებს გიხსნით. ესე იგი აი აქ მე ტაროზე მაქვს ერთ ტაროზე რომ აი ესე ზის აქეთ იქით ერთი გოგო ბიჭი შეიძლება ოჯახის წევრები, შეიძლება ნაცნობები, სისხლნათესავები და უკან დემონია. ესე იგი თავზეც იყო ეს და თავიდან მოდის, აი ესე გიყურებთ, აი ესე ჩამომჯდარია თავისი ესე მედიტაციის დროს რო იციან ჯდომა. აი ეს კაპიშონით არის, მთელი დემონისტის არის ეს ეტყობა ყარაული. ჩაქრა კიდეც ნამდვილად მართალი ვარ, მე ყოველთვის მართალი ვარ, მაგრამ აი დამტკიცება სანთელზე. თქვენ თვალწინ ხდება ყველაფერი და ნახეთ აქ თეთრი, ყვითელი სანთლით მუშაობ, თეთრი მეებს ხო ხედავთ, თეთრი რაღაცეებია, გოგოებო, ბიჭებო. ესე იგი ეს ცრემლი თქვენი მარილი ხო? აი ეს ყველაფერი ეხლა ხო უკან ბრუნდება და აი ეს ტკივილები რაც იყო მარილიდან გამოვიდა დღეს არ გამიკვირდება მე ანუ რა მეორე ყურებიდან უკვე რომ ვინმე გაოფლიანდეთ შეიძლება არ გახასიათებთ ესე მაგრამ ეს წამოცხელება და შეიძლება აქ მაჩვენებენ რომ აი სუსუელი რო გაიღვიძებ ადამიანი ხო ხვდებით აი ეგეთი თემა წამოვიდა საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს ვანთავისუფლებ ჩემს და თქვენს სახელი ფინანსურ არხებს ბლოკებს раздвигаю ხსნი აქეთ-იქეთ ვყრი ვამსხვრევ ვანადგურებ ყველა პეჩატებს ყველა კოდებს ვხსნი ჩვენი ფინანსური არხებიდან და გზებს ვხსნი გიხსნით საიდანაც მოვიდა პორჩა, კორჩა, ლამატა, ყველაფერი, ხვორი, იბოლი, დაავადებები, ტკივილები, ყველაფერი უკან მიდის, აბრატნა. ამინ. მოკლედ ეხლა მე კარგად შევერყიე. აი ეხლა უყურეთ წითელ სანთელს ხედავთ? ნახეთ, აქედან, იქედან. ნახეთ როგორ სულები, აი ეს სულები სუ ჩამოეწვეთა, აი ეს ოპა დამაწვეთა და გადავარდა ისევ როგორც თავიდან დაიწყო. აჰა. აი ეს ყველაფერი არის, ყველაფერი მოკლედ იმაშვრება ეს ჩემი სანთელი. ეხლა მე აი ეს უნდა მოიცილო, აი ეს მე არ მჭირდება. ეხლა მე ავდგები, იმიტომ რომ უნდა ჩამოვასხა კიდეც აქ მე გითხარით. თქვენ არ მოიწყინოთ 2 წუთი გასავანთებ. გალღვალია, აი დავიწვე უკვე. აჰა, რა ვქნა, აბა თქვენი გულისთვის ამას გავაკეთებ, აი რა ვქნა.
და მეგობრებო, იმედია მე აქ გავივლი ახლა. თქვენ მანამდე აი ამ სანთელს უყურეთ. აი ამ სანთელს უყურეთ. აი ამ სანთელს უყურეთ. აი ესე. ისა გულს მოგიტრიალებთ. აქავარ. არსად არ მივდივარ. მოვედი. ეხლა მე რა მინდა იცით? მე აქ მაქვს წმინდანების სანთელი ნამუშევარი, რომელმაც აი აქ ესე იყოს. დამწვავს ხელს. აი ეს ამით მუშაობ ხოლმე მე. მე ახლა ცოტა ხანი სანამ იქ წკაპაწკუპი დაიწყება, თუ დავაცემინე არა უშავს. აი ეს აურა მინდა მოგისუფთავოთ. მოდით ჯერ გაჩვენებთ მე ახლა აი აქ რეებია, საშინელებები. საშინელებები. აი ეს ყველაფერი მოგშორდათ. მადლობა უფალს. ოხოხო, თავი ამტკივდა. წუთისად გადავარდა. მე აქ ახლა ესე იქ დაიწყო წკაპაწკუპი, მაგრამ მოვასწრებ. ამოვასუფთავებ თქვენ აურას, ამოვასუფთავებ კი არა და გავასუფთავებ. უკვე სხვანაირად დავიწყე ლაპარაკი. აი აქ გლაზოკიდან რო გვიყურებენ აი ამას მაშვები ვარღვევ ხამე. არ გვინდა ჩვენ ვინმემ რო გვიყუროს და გათვალიეროს ან ინტერნეტიდან, შეიძლება მეზობლებიც გათვალიერებენ და როგორ იცით, თვალი ამოეთხრება ახლა ინტერნეტიდანაც, მოკლედ, ნახეთ აურა მეთქი და რა დღეში ხართ ხალხო უყურეთ. ოპა, ეს არის კატასტროფა. კატასტროფა. აი ესე ამოვასუფთავებ აურას. ასტრალურად, კოსმოსურად. ეხა იგრძნობთ, ეხა ფეხები ერთად დააწყეთ, თუ გაქვთ მაგის საშუალება ახლა. უბრალოდ ერთად, კი არ გადააჯვარედინოთ. არც ერთ რიტუალში არ გადააჯვარედინოთ ფეხები, შეუშვით ენერგიები. ეხლა იგრძნობთ, როგორ იცით, ჯერ მარცხენა მხარეს. საშინელი სიტუაცია გაქვთ მე მასე აურაზე. ნახეთ თქვენ თვითონ. და ჩაგიქვრათ. და ეხლა აი ასე მე ამ ნეგატივს მაკრატლით აი ესე გავჭრი.
ეხლა მარჯვენა მხარეს პირიქით საათის ჩვეულებრივი მიმართულებით წეღან გავწმინდე თქვენი აურა. ჩემო გამომწერებო, გამოიწერეთ არხი, შემოგვიერთდით, არინანებთ, ცხოვრებას გამოისწორებთ. გაქვს, არა გაქვს ჯადო, ჩართე უყურე გამოისწორე. რა იცი რა ხდება, საიდან რა იყიდე, ხო არ იცი არა? ახალგაწმენდილებზე შეიძლება დაამატონ. როგორც კი არასწორად ცუდად იგრძნობთ თავს, არასწორად მეთქი, ეგრევე ყველანაირია ამოსქროლეთ, გოგოებო ბიჭებო, ვიდეოები, მე ვერ ჩაგიგდებთ, არ მახსოვს, იმოდენი უძლიერესი და უძვირფასესი რიტუალები და გაშლებია. ყველა იმ დროს ჩაირთვება თქვენთვის და იმ დროს გააქტიურდება, როგორც კი ჩართავთ 10-20 წლის მერე ჩემი რიტუალები უფრო ძლიერად იმუშავებს. აი მართალს ვამბობ, აქ ესე იგი მე ზემოთ, ესე იგი რომ ამოვედი აურა თქვენი, მე აქ ამოვედი ზემოთ, ესე იგი დამარტყა წელიდან ზემოთ მხრებზე. მენჯები, ჩავედი. ნახეთ, აქეთ მხარეს, მომავლისკენ. ნახეთ რეები ხდება ხალხო. ნახეთ როგორი კაუჭია გამოდებული, კაუჭი. და აქ კბილები ამოვიდა, ესე იგი აი ზუბი რო აქვს დადებული თქვენზე, ხო იცი, აი თქვენი ზუბი რო აქვს რა, ჯინი რო ჭერს, აი ეგაა რა, კბილიც იმიტომ ამოვიდა. ნუ ეშვებს, ესე იგი კბილებზეც, ცხოველის კბილებზეც კი მუშაობენ ხოლმე. ნახეთ როგორი კაუჭია, მეგობრებო. პო. დაცვას ვაყენებ ჩემზე და თქვენზე სახელი. აურა. ვამყარებ ენერგეტიკულად, იმუნიტეტს ვამყარებ, გიმაღლებთ, გიწევთ მაღლა. ჩემი ძალებით არხანგელებით და უფლეს დახმარებით. ამინ. ეხლა ავდგები ისევ, რომ ესე იგი ისევ ამ სანთელს უყურეთ, ყველა არ გეუბნებით, ვიცი რას გეუბნებით. აბა ნახოთ. ეს არ ვიცი როდის გაცივდება, 1 წუთი გოგოებო ბიჭებო, 1 წუთი. ახლა მე უნდა გაგიკეთოთ ეს ვარიანტი, აუცილებლად უნდა გაგიკეთოთ ეს ვარიანტი. ახლა მე ამას დავასხავ, დავაწვეთებ. ეს არის მონასტრიდან. რამოდენიმე წვეთს გამყარდეს სიმარჯვე
აი აქაც. საკმარისია. შვება იგრძენით, ხო? შვება იგრძენით. მე ხლა იცით რა მინდა ერთი-ორჯერ რუსულად მომიწევს წაკითხვა, იმიტომ რომ სანამ ცივდება მე ხლა ავიღებ, აი ამას ავიღებ საერთოდ ერთი წუთი. ამ საშინელებას ნაგავს უყურეთ, ოპა, აი ეს ნაგავი მოგცილდათ. ნახეთ რა მხელა რაღაცეებია ხალხო, საშინელებებია. ეს კიდე სველია, რო გაშრება საერთოდ სხვა საშინელებები იქნება. ნახეთ ეს როგორ მიეკრო. გადაუყაროთ იქ არ გვინდა. ეხლა ნახome უბრალოდ მართლა მინდა არ ვაპირებდი, მაგრამ სასქესო ორგანოების სისტემიდან უყურეთ, ოპლა, რა გაიწმინდა, როგორ გაიწმინდა სასქესო ორგანოებიდან გაიწმინდა კი არა, გამოიწმინდა და ამოიწმინდა, მეგობრებო, აი ეს ყველაფერი, რაც დიდი ხნის მანძილზე გაწუხებთ, ვინც ესე იგი მკურნალობთ და არ გშველით ისე ან ტაბლეტები, ან ნემსები, ან მაზები, კრემები, აი ეს არ გშველით, ხო? აი ეს ყველაფერი, ხო? ესე იგი 4 სტიქიიდან მოვიდა დახმარება, მიხვდით, ხო? კი, აი ოჯახში რო იყო პრობლემები, ფინანსური პრობლემები, ნახეთ, კრედიტები, ვალები, ან გაასესხეთ და არ გიბრუნებთ, ან კრედიტს ვერ იღებთ, არ გიმტკიცებენ, ან სახლის ყიდვა გინდათ და არ გამოგდიოდათ, რაც უძრავ ქონებაზეა დაკავშირებული ფინანსებზე, ხო? აქ ეხლა აქ ისინი ცხვარიან ემიგრანტებიც, ხო, უყურეთ, შორიდან, ესე იგი გაიხსნა კი არა, რა ვიცი მე, ყველაფერი გაკეთდა, რაც შევძელი. აბა კიდე, კი, აი ეს სიძლიერე, უყურეთ, გადასარევი, უყურეთ, აი ეს სიძლიერე მამაკაცებში, თქვენს კაცებში, თქვენს ბიჭებში, თქვენ შვილებში, აი ეს რაღაცა სამთავრობო და დიდი საქმე, ესე იგი, რაც კეთდებოდა, ხო? და ვერ გაკეთდა, აი ადამიანის დახმარებით, ან გოგოებო ესე, ან მამაკაცებო, თქვენც დიდი გარღვევა გექნებათ, ესე იგი, გამოჯამრთელდებით და დაიბრუნებთ თქვენს იმუნიტეტს და თქვენს ტრონზე დაჯდებით ისევ, აი ნამდვილად, ქვედა ჩაკრები. ძალიან მიხარია. კიდე აი უყურეთ, მენტალიც გაიწმინდა, აქ ექიმი დაფიქსირდა, მოდი ესე ვთქვათ, მენტალიც დაფიქსირდა, ნემსები და ანუ ჯამრთელი გზა გვირგვინს დაიდგავთ თავზე, ფეხები გზა გაიხსნა. მადლობა, აი ეს მაინტერესებდა მე. კარგით, უყურეთ რა კარგად გაკეთდა ყველაფერი. ხო, ეხლა მე ძალიან შედარება არ არის ისეთი შვება ვიგრძენი, ისეთი შვება და მე ნუ ეხა ცოტა კი საათს გადაცდა, მაგრამ აქ არ ვთამაშობ მე, ხო? ეს თქვენთვის არის კარგი, ხო? ვისაც უნდა ჯამრთელობა, ნამდვილად დაიბრუნებს ნამდვილად და მიხედავს თავის თავს ნამდვილად და უყურებს აი ამ ყველაფერს. მე ხლა რუსულად წავიკითხავ.
სამჯერ მინდა რუსულად და სამჯერ ქართულად, ხო? და მისმინეთ. აი აქ არის სანთელი და ჩამოვასხავ. უყურეთ ამას. სახელი 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 კიდე ერთხელ და მერე ქართულად გაცივდეს მინდა სახელი სახელი ეხლა ერთი წუთი არაუშავს რომ ჩაიღვა რა ეგ არაუშავს მეგობრებო ეგ არაუშავს აქ უკვე გამოისახა ხისტოტზე ზის ჩიტი ესე იგი რა არის ეს ახლა თქვენს ცხოვრებაში ვინც ერევა რო უკაკუნებს ნისკარტით ხო წარამარა რო ჭორაობენ წარამარა რო განსჯამიდის თქვენი თქვენს ფინანსებზე თქვენს გზებზე მიხვდით ხო ამას დავტოვებ კაცო ეს კრადნიკებზეა არ არის პრობლემა ხო ეხა ქართულად დავიწყებ დედა ღვთისმშობელი გამოწმენდავს ყველა პორჩას ყველა დაავადებებს კრუნჩხვებს თქვენი სახელი სასქესო ორგანოებიდან ყველაფერი რაც დაწნულია რაც მოწებებულია რაც გადაკვანძულია გაციებები მიწებებები კრადნიკები რაც გამომშრალია ყველა არხი ყველა არსებები ყველაფერი რაც მოპარულია ყველაფერი რაც თქვენს სახელი სხეულს ანგრევს და არღვევს რაც განადგურებთ ხსნიდავ წმინდავ სანთლის ცვილზე ვასხავ ამინ აი ზუსტად ეს აი ეს ჩიტი ხეზე დაფიქსირდა მიხვდით ხო აი ახლა ხო უსმენთ რას ვკითხულობ არა ეს ტყუილა არ გადმოიღვარა დედა ღვთისმშობელი გამოწმენდავს ყველა პორჩას ყველა დაავადებებს კრუნჩხვებს თქვენი სახელი
სასქესო ორგანოებიდან ყველაფერი, რაც დაწნულია, მოწებებულია, რაც გადაკვანძულია, გაციებები, მიწებები, რაც გამომშრალია, ყველა არხი, ყველა არსებები, ყველაფერი, რაც მოპარულია, ყველაფერი, რაც თქვენს სხეულს ანგრევს და არღვევს, რაც განადგურებთ, ხსნი და წმინდა სანთლის ცვილზე ვასხავ. ამინ. ოხოხო როგორ ამტკივდა უკანა მხარე მე ეს თითქოს თირკმელი რაღაცა აქ პატარა თიაქარი წამონაზარდიც არის ეს წარსულიდან დედა ღვთისმშობელი გამოწმენდავს ყველა პორჩას, ყველა დაავადებებს, კრუნჩხვებს თქვენი სახელი სასქესო ორგანოებიდან თქვენი ყველაფერი რაც დაწნულია, რაც მოწებებულია, რაც გადაკვანძულია, გაციებები, მიწებები, დაავადებები, რაც გამომშრალია, ყველა არხი, ყველა არსებები, კრადნიკები, ყველა რაც მოპარულია, პრივაროტებიც, ყველაფერი, რაც თქვენს სახელი სხეულს ანგრევს და არღვევს, რაც განადგურებთ, ხსნი და წმინდა სანთლის ცვილზე ვასხავ. ამინ, ამინ, ამინ. ახლა ცოტა გაცივდეს კიდე. აი უყურეთ, გაჩვენებთ. ნახეთ? ჩიტი, აქეთ უყურეთ ხის ტოტზე. ესე იგი თქვენს სიტუაციას, ესე იგი ვინც ერევა, მიხვდით ხო? კოდალასავით რო გიკაკუნებს და ესე გიმტრევენ რას? დაცვებს, თქვენს ენერგეტიკას, აურას, მიხვდით ხო? აი ამ ყველაფერს ახლა მე ჩამოვასხავ და გაგანთავისუფლებთ. არა მერიოს ეს ცოტა მიეწება ერთმანეთს, არ მინდა რომ მიეწებოს, ეს ოხოხო რაც ხევია. ესე იგი, მაინც მიეწება, მიხვდით ხო? ნუ მე გადავტეხავ, ესე იგი ესეა საჭირო. აი აქ ამოვიდა, ესე იგი, ტახსაც გავს, ვირთხასაც გავს, დათვსაც გავს, სელაპსაც გავს. ნუ აი ეს ზუსტად რა პროგრამებიც იყო ჩადებული, აი ესენი ამოვიდა ზუსტად მეგობრებო, ზუსტად ის პროგრამები ამოვიდა ზუსტად. ესე იგი, მაინც მიეწება, ხედავთ ეს ორი რაც იყო ბოლოს წაკითხული, მიეწება. ეხლა ცოტა გაცივდება. და ნახოთ აბა რა არის, რა ამოვიდა, რა მოხდა, რა მოგშორდათ, მოგცილდათ. ამასობაში გამოიწერეთ არხი, სტუმრებო, მოიწონეთ ვიდეო, დაალაიქეთ, გაუზიარეთ ამ ხანაგებს, ახლობლებს. ასევე გელოდებით ისევ და ისევ დიაგნოსტიკებზე. მადლობთ მართლა თითოეული კაპიკისთვის, თითოეული კაპიკი როგორ თეთრისთვის, ხო? რომ აი ესე იმაშვრებით გამოსყიდვებს აკეთებთ. მე ცოტა უკაცრავად, მე უკვე ვეღარ ვლაპარაკობ. სერიოზული ძალები მართლა დავხარჯე მე დღეს ახლა აქ. ხო, აქ ესე იგი გადაება, მე მინდა მერე რომ ნახეთ აქ მომავალში მიეწება, ხედავთ აქეთ მხარეს მიეწება მომავალი, ეს არის მომავალი გოგოებო ბიჭებო. მომავალი მიეწება.
ეს ცოტა ცივდება. აი აქ არის უყურეთ, ჩანს ხო? აი აქ არის კიდე ახალგაზრდა ქალის თავია, ან ქალზე თქვენზეა გაკეთებული, ან მამაკაცებო თქვენს მანდილოსანზეა. მიხდით ხო? აი ეს ზუსტად აი აქ ჩახრეტებია ესენი. აი უკან რო გავწმინდე, ნახეთ, ეს დაფიქსირდა უკანა მხარეს. ეხა იმიტომ ამტკივდა ძალიან. აი აქ აი ეს ოვალურად არის, ესე იგი ეს ცოტა გაცივდა და გაჩვენებთ. აი თავი მოტყდა, გოგო იყო და აი ეს თავი იყო, აი და მოტყდა და ეს უკანა ტანსაც გავს, უკანა ტანს გავს, რო იცოდეთ. და ბოთლი, ესე იგი და იცით რას გავს? ქალის აი ეს რაც ჩავარდა, ქალის სილუეტს გავს, აი უკანა მხრიდან ისინი რო არიან, რა ქვია, მანეკენები, მიხვდით ხო? ესე იგი თქვენი ტანის, თქვენი აი ამ ყველაფრის რო შურთ, მიხვდით ხო? აი ეს თემა ამოვიდა. აქ აი უყურეთ, აი ეს უკანა მხარე, აი უკან გამოყოფილი, აი თვითონ წერტილით საჯდომი, აქ არის რაღაცა პორჩა, ხედავთ, ჩამოიღვენთა, ეს არის კიდე ვირთხა, ეს არის კიდე სელაპი, კიდე რაღაცა დიდი დათვი, მიხვდით ხო? რომელიც ესე იგი გჭამთ, გაწმა, ესე ტკენები გაქვთ, მიხვდით ხო? ტკენები, ეს შეიძლება დიხნის, იმიტომ რომ აქ რუქაც დაიხატა, იმიტომ რომ ტაროზეც ამოვიდა ეს რაღაცა შორიდან ან დიდი ხნის წინიდან მოდის ეს და გემტერებიან, ან საზღვარგარეთაც დადიხართ ადამიანი ქვედა ჩაკრებიდან გამომდინარე სხვა პრობლემები რო შეგექმნათ, მიხვდით ხო? და ვერანაირად ვერ გამოდიხართ მდგომარეობიდან, ან აპირებთ წასვლას, აი დღეს ხვალ უკვე ესე მეუბნებიან ხო? აუცილებლად უკვე აი კარგად იქნები თუ ოპა. ნუ აქ რა არის თვითონ უყურეთ. აი დარაჯი, აი ეს არის დარაჯია ეს, რო იცოდეთ. ოჰო რა ცხელია. დარაჯია, აი აქ უყურეთ, ესე იგი ეს დავასხი, აი ზუსტად ეს არის თქვენი ქვედა ჩაკრა, აი ეს არის თქვენი ქვედა ჩაკრა, აი აქ მამაკაცის ორგანო, ქვემოთ როა კვერცხები, ქალებს საკვერცხეები გვაქვს, სიყვარულზეა, აი აქ სიყვარულზეა, აი აქ არის ესე იგი საყურეზე გაკეთებული ბლები, წყვილი რო არ იყოს აქ დაწნული სანთლებით არის ნამუშევარი, აი აქაც კიდე უყურეთ, აი აქ უყურეთ, აი კაპიშონით, აი ზის რაღაცა, ვიღაცა, ეს არის ვეძმა, კალდუნი, მოლა, მიხვდით ხო? და აი აქ ქვედა ჩაკრებზე, თქვენს ქვედა ჩაკრებზე, როგორი მუშაობა მიმდინარეობს, ეს არის საფლავი და გიტეხავთ, აი აქაც აი პეჩატი და ასე შემდეგ, აი აქ აი სულ გადაჯვარედინებული რაღაცებია. აი უყურეთ, როგორი დარაჯია და პრობლემები გაქვთ მამაკაცებო, მოკლედ ფუნქციაზე, აი ზუსტად მამაკაცის ორგანო უკან ძარღვით. აჰათ, აი ესე ამოვიდა. კარგით, ეს ერთი. მეორე ჩამოვასხი მე აი ეს, მაგრამ უნდა გავტეხო, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ჩავიფიქრე. მეორე. ხო, აქ რა არის, ესე იგი მესამე ხე არის კონკრეტულად. აქ არის ესე იგი როგორ გითხრათ, სული, ნახეთ, დამხობილი ადამიანი, ცხვირი, აი ეს შემოკრულია, ეხა მარცხენა მხარე ისე მტკივა, რომ რა ვიცი, ეს არის რადავოი არხი, ანუ წინაპრული არხია, ძალიან ესე 5-6 პაკალენია წინ და აი მანქანაზეა მერე პრობლემა, ფინანსებზე გაწევთ, ჭამს, აი ეს ასმადეი დუხ, პრაკლატი დუხ რო ვთქვი. ნახეთ როგორი ჩახრეტები გაქვთ, ხედავთ, აი თქვენ წინ, აი ეს ენერგეტიკული ველი, აი აქაც უყურეთ, როგორი აი ამეებში სუხს, ოპა, აღარა გაქვთ, აი აქ, აი არაფერი ენერგეტიკულად, აი აქ ნახეთ როგორ არის, აქაც აი ეს ხერხემალზე ნახეთ როგორ გაზით. ხა ესე გადმოვატრიალოთ. კი, ნამდვილად, ერთი წუთი შევხედო მე.
აი აქ არის ესე იგი თევზებზე ნამუშევარი, აი აქ არის ფხა რა, ფხა, აი აქ არის სისხლძარღვები, აი აქ არის იგივე უყურეთ რაღაცა, აი დიდი რაღაცა, რომელიც ესე იგი თქვენს სხეულს აკონტროლებს. ნუ კლიტია ეხლა რა არის და ფეხი უყურეთ, ფეხი და აქ ფინანსები, თქვენი ფინანსები, ძალიან ბევრი ხალხი ამოვიდა ხალხო, ნახეთ. აი უამრავი ხალხი, ესე იგი რამდენი გებძვით და თქვენც ამოხედით, რამდენს გაქვთ პრობლემა. მოკლედ, აი სუსუ ორგანოები, პრივაროტები, ატვაროტები, კლიტეები, ვარდები, ყვავილებზე, მიწებზე და სუსუ ჩაკეტილობები იყო, ეს ახლა მოიხსნა, მ-100, შ-100, კლ-100, 30-32 ბექა, ხე ამოვიდა, ხე თქვენი სისხლით ნათესავები გებრძვიან, აი აქაც უყურეთ, აი ეს უკან იმალება, აი ეს და ეს კურტუმოა, რაღაცის კურტუმო ან ქათმის ან ეგეთი რაღაცის და ჩაკეტილობებია, ჩაკეტილობები მიხვდით ხო? მე უფრო კარგად დავინახავ ხოლმე, ეხა სველიც არის და კამერიდან იმავშვრები. აი აქ უყურეთ, აი აქ რაღაცა სულს, აი შავი ხელით უყურეთ, როგორ ესე იგი აცვია რაღაცა, აი აქ უჭერი ხართ, ხედავთ? ეს 2 ჩავაწვეთო, ეს მესამე. ხე, ნუ ეს არის რადავოი ამოვიდა, ხე ამოვიდა, ესე იგი, კი ხეა ეხა გამიარა მარცხენა მხარე, აი აქ ამოვიდა თქვენი წინაპრების მხარე, ჩაკეტილი გქონდათ ეს ბლოკები, ეს წვდომა არ გქონდათ, ვერ გეხმარებოდნენ თქვენი წინაპრები, მიხვდით ხო? აი ეს თავზე კორონა რო აი ეს ვიღაცას გადაზიდული ქონდა, მოპარული ქონდა, მიხვდით ხო? კალდუნები, კლიტეები და აი ეს ყველაფერი, მიხვდით ხო? აი ეს ყველაფერი ჩაიკეტა. კი, მარტო ხე არის, აი უყურეთ, ხე, ჩვეულებრივი ხე ამოვიდა და აქ ფეხიც არის, აი ისევ გაიხსნა, უკვე მე რამდენი ფეხი გაიხსნა, მადლობა უფალო, მაგრამ აქ ნახეთ ისევ არის, აი როგორი ჯადოებია ყვავილებზე, აი აქ კბილები ამოვიდა, კბილები, ან ისევ წინაპრული ვარიანტი ჩავთვალოთ და იგივე კიდე აი ეს ეშვებზე და რაღაცა კლაპანემაზე, კბილების ჩამკეტებზე რო აკეთებენ, სპეციალურად ყიდულობენ ეგეთ რაღაცებს, ნამდვილად ყიდულობენ, აი აქაც უყურეთ პეჩატი, ან ჩემგან N ნინია ეტყობა, რომ გაიხსნა, მადლობა უფალს, მადლობა ღმერთს, აი აქ გეშინოდათ რაღაცა შიში კურდღლები, ფინანსებზე, აი რამდენი ცრემლი გიღვრიათ და ესეც მოგეხსნებათ, მეგობრებო, მოგეხსნებათ, გასაგებია ეს 3 და მე-4 ისეთი ცხელია წყალი. და მე-4 ის ჩიტი, იქ გაერთიანდა ეტყობა, გასაგები. ეს არის ხა გული, ეს არის არტერიული გული. ყურეთ? ცხელია ცოტა. ეს არის არტერიული გული, რომელიც ესე იგი გვაკავშირებს ხო ემოციები ხო, ქვედა ჩაკრები ხო, იგივე ემოციებია ხო, გრძნობთ ხო, გრძნობთ. აი ნახეთ ეს ყელი გული მხრები, აი აქ როგორ არის ეს გულის მხარეს ეს წინ რო გვაქვს, აი აქ ყელთან ჩვენ ძვლებია ესენი, აი აქ დაფიქსირდა, აი აქ რო ჩაკეტილი აქვს ბევრს აი ეს გულის და ემოციური ჩაკრები, ყელის ჩაკრები, ეს გაიხსნა, მოიხსნა, ხედავთ ხო? აი აქაც უყურეთ კურტუმოა, აქაც ქათამზეა ნამუშევარი, ფეხი ნახეთ და თვითონ გასაღების შესაყრელი, ესე იგი გაიხსნა კლიტე და აქედანაც კიდე მესამე ფეხი გაიხსნა, მადლობა უფალს, მაგრამ როგორი ჩამსხვრევები გაქვთ ენერგეტიკული უყურეთ, როგორი ოპა, აბა ესე გაგიყარეს, გამოგიყარეს,
მოკლედ რეები არ გააკეთეს. აჰა, აი აქ უყურეთ ახლა პატარძლის კაბა ამოვიდა გენაცვალე. აი ეს არის პატარძლის კაბა. აი ეს არის თვითონ პატარძალი, აი ეს არის ხე, აი აქ არის კიდე ეს ფესვებ გადგმული, რომელიც ესე იგი აქ დაფიქსირდა ან ბედის ჩაკეტვა ემოცია ხო? აქ აი კიდე სახე დაფიქსირდა აი ესე, მამაკაცის სახე დიდი თვალებით, ეს იყო სული, რომელიც აი ეს ესე იგი მიტკეპნილია ეს აი პეჩატი სანთელზე დატკეპნილი კლიტე მოიხსნა. აი არ უნდა რომ ვილაპარაკო, მაინც ვიტყვი გაიხსნა. მედუზასავით მიკრობილი გქონდათ ეს წარუმატებლობები, აი ეს სული, ესე იგი და ადამიანის თავი, რომელიც ესე იგი თქვენი თავი გოგოებო ბიჭებო, რომ ესე იგი ვერ აზროვნებდით, იმიტომ რომ აი აქ არის კვანძი და ერთი ბაფთა, მეორე ბაფთა და შავი ანგელოზი. ეხლა ყვითელია, მაგრამ ეს შავი ანგელოზი, რომელსაც ეჭირეთ მთლიანად. აი ნახეთ კიდე ტუჩები, ცხვირი, აი ესეც გვერდულად ცხვირი, თვალები აქეთ იქედანაც, ხო? და ეს ყველაფერი წავიდა. აი აქ როგორი ისინია ნახეთ, აი ისინი კრატნიკები, პრივაროტები, ატვაროტები და რა ვიცი, კვერცხებზეც აი აქაც კვერცხებია და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, მგონი კი არა და კარგი იყო. და ამ რიტუალს 12 ჯერ უნდა უყუროთ, 12 ჯერ, ყოველ დღე 12 ჯერ, დამიჯერეთ ისე, არაფერს აზრი არ ექნება. 12 დღე დღეში ერთხელ. და რა თქმა უნდა, იქნება 9 ლარი გამოსასყიდი. რომ აი ჩაიკეტოს ეს ყველაფერი, არ დაგავიწყდეს 12 დღე. აი დღეს ჩართავ დღეიდან 12 დღე, მერე დაცვა დაიყენეთ. რა თქმა უნდა, უკვე პირადი დაცვა, ამაზე ოჯახსი არა, პირადი დაცვა მაგის უნივერსალური რომ აქვს და შეგიძლიათ მეორე დაცვაც მე-12 დღეს მტრებისგან როა, მტრებისგან აი ის გაიკეთოთ კიდე. მანამდე შუალედში არ დაიყენოთ დაცვა, რომ მორჩებით მე-12 დღეს დაიყენეთ. და თითო ადამიანზე ყველა რიტუალი, იმიტომ რომ ბევრი მწერს და გიპასუხებთ უკვე რა, ბარემ რომ თითო ადამიანზე თქვენი შვილია, მეზობელია, ნათესავია, ვინ არის, ბებია, პაპა, ვინც არის, თანამშრომელი, ვიზეც გინდათ რომ დაეხმაროთ, ერთ ადამიანზე უნდა უყუროთ. მიხვდით ხო, მაგრამ მე თქვენ უნდა გაიწმინდოთ ისევ სხვაზე რო უყურებთ, თქვენზე გადმოდის ისე შმაკები. მიხვდით ხო? მე დავიღალე. დაგემშვიდობებით, ბევრი მაქვს დღეს სამუშაო პირადი რიტუალები. გელოდებით დიაგნოსტიკაზე. აი 12 დღის მერე შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩემთან დიაგნოსტიკა ამაზე, რა ხდება, რა მოხდა და როგორ მოხდა. ძალიან მიყვარხართ, მინდა რომ ჯანმრთელები იყოთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ჩემო გამომწერებო, გოგოებო, ბიჭებო. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი. და უფალს ებარებოდეთ მეც და თქვენც. მადლობა მოუხადეთ სამყაროს, რომ გაქვთ ესეთი საშუალება, რომ ნინიას არხზე მოხვდით. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.